კუჭიდან ძლიერი სისხლდენის გამო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით ვითარება რთული და საყურადღებოა. პატრიარქი კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. სისხლდენის შეჩერებისთვის პატრიარქს ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა. მაჩვენებლები არასტაბილური და საყურადღებოა, იმყოფება ინტუბირებულ მდგომარეობაში. განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა. სპეცოპერაცია იყო აჭარაში. გავრცელებული ინფორმაციით ღამით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ქურთულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაციისას 75 წლის ქალი დაშავდა. ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში სავარაუდოდ მოგვიანებით გაკეთდება. ღრთამის აღების ფაქტზე პატრულ ინსპექტორი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით კი აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით იაკობ კაცაძეს 9 წლამდე, კარლო ურუშაძეს კი 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პაკისტანის მიერ კაბულში სარეაბილიტაციო საავადმყოფოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა, 250 კი დაშავდა. ავღანეთის თალიბანის მთავრობის განცხადებით, საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას სახანძრო სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ცდილობენ.